მოგესალმებით, მე გახლავართ მანენა მგალობლიშვილი, ექიმი, რეპროდუქტოლოგი და დღეს გესაუბრებით იმის შესახებ, თუ რატომ იმატებენ ქალები 40 წლის ასაკის შემდეგ და რა არის ამის მიზეზები და რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ არ მოიმატო წონაში და შეძლო წონაში დაკლება, რადგან 40 წლის ასაკის შემდეგ ჩვენ ვამჩნევთ, რომ წონის დაკლება გაცილებით რთულია, ვიდრე უფრო ახალგაზრდა ასაკში და ამას აქვს თავისი მიზეზები. გამოიწერეთ ჩემი გვერდი, დაწერეთ კომენტარები, მოგწონთ თუ არა ჩემი შემეცნებითი ვიდეოები და რა თემებზე ისურვებდით საუბარს. მაშასე, რატომ ვერ ვიკლებთ წონაში 40 წლის ზემოთ? რატომ გვიჭირს გაცილებით ბევრად მეტად, ვიდრე ახალგაზრდა ასაკში? თითქოს იგივენაირად მივირთმევ, ვიკვებები, იმავე რაოდენობით, შეიძლება ცოტა ნაკლებსაც, მაგრამ მაინც ვერ ვიკლებ წონაში, ან პირიქით ვიმატებ. საქმე იმაშია, რომ ასაკის მატებასთან ერთად საკვერცხეების ფუნქციონირება ნელ-ნელა წყდება და ეს იმას ნიშნავს, რომ მცირდება ის ჰორმონები, რომლის ძირითადი წყარო არის საკვერცხე. ერთ-ერთი ძირითადი ჰორმონი, რომელსაც ქალის ჰორმონსაც უწოდებენ, არის ესტროგენები. ესტროგენები აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას, მეტაბოლიზმს, ასევე არეგულირებენ ცხიმის გადანაწილებას სხეულში, ხოლო მისი შემცირების შემთხვევაში ირღვევა ცხიმის გადანაწილება და სწორედ ამიტომაა, რომ 40 წლის ზემოთ როცა იმატებ წონაში, ცხიმი არასწორად ნაწილდება და ბევრ შეუმჩნევია, რომ უფრო მეტად ცხიმი გროვდება მუცლის არეში. ტესტოსტერონი, რომელიც ჩვენთვის ცნობილია როგორც მამაკაცის ჰორმონი, ქალის ორგანიზმშიც გამომუშავდება და ის გავლენას ახდენს მადაზე და მეტაბოლიზმზე. ამავე დროს ხდება პროგესტერონის შემცირებაც და ტესტოსტერონის და პროგესტერონის შემცირება ხელს უწყობს მადის გაძლიერებას და წონაში მატებას. ასაკის მატებასთან ერთად ხდება კუნთების განლევა და 30 წლის ასაკიდან ყოველ 10 წელიწადში ქალის სხეული კარგავს კუნთების მასის დაახლოებით 3-დან 10%-მდე რაოდენობას. ხოლო კუნთი წარმოადგენს კალორიების ერთგვარ ღუმელს და მასში ხდება კალორიების მნიშვნელოვანი ნაწილის წვა. რაც უფრო ნაკლებია კუნთი, მით უფრო ნაკლები კალორია იწვის, აქედან გამომდინარე რჩება მეტი კალორია და წონაშიც ადვილად ვიმატებთ. იზრდება ინსულინ რეზისტენტობა. რა არის ინსულინ რეზისტენტობა? ეს ნიშნავს, როდესაც უჯრედების მგრძნობელობა ჰორმონი ინსულინის მიმართ ქვეითდება. ინსულინის ჰორმონის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა, რომ ენერგიის წყარო, გლუკოზა მიაწოდოს უჯრედს, შეიტანოს უჯრედში გლუკოზა და ის ამას სრულყოფილად ვერ ახერხებს, რადგან უჯრედების მგრძნობელობა დაქვეითებულია. აი მარტივად რომ ვთქვათ, უჯრედი არ უშვებს ინსულინს მის შიგნით, ანუ არ უღებს კარებს. და სწორედ ეს არის მადის მომატების და ტკბილზე მოთხოვნილების ზრდის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი. ამასთანავე ინსულინ რეზისტენტობა ხელს უწყობს ცხიმის დაგროვებას და მაშასადამე წონაში მატებას. რაც უფრო მეტია ასაკი, მით უფრო ნაკლებად აქტიურია ადამიანი ფიზიკურად და აქედან გამომდინარე ის წვავს ნაკლებ კალორიას. ესეც ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ხდება ნაკლები კალორიის წვა და მაშასადამე წონაში მატება. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არ მოვიმატოთ წონაში 40 წლის ზემოთ და თუ მოვიმატეთ, უფრო მარტივად დავიკლოთ. პირველ რიგში ეს არის ფიზიკური აქტივობა, რაც გულისხმობს მაგალითად დღეში მინიმუმ 3 კილომეტრს, მაგრამ მინიმუმ 3 კილომეტრი ეს არის დამწყებებისთვის. უმჯობესია
მინიმუმ 5 კილომეტრი და დასაშვებია 7-8 კილომეტრით შეიძლება თუ ეს არ არის თქვენთვის ზედმეტად დამღლელი და რთული. კარგია ძალოვანი ვარჯიშები, რადგან ის ზრდის კუნთის მასას, ხელს უწყობს კუნთის მასის ზრდას. დაბალანსებული კვება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ დავიწესოთ აკრძალვები და რასაც ჩვენ დიეტას ვეძახით. სინამდვილეში დიეტა ნიშნავს სწორ კვებას, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო მან სხვანაირი აზრი შეიძინა, რადგან დიეტა ასოცირებულია ჩვენს წარმოდგენაში აკრძალვებთან. დაბალანსებული კვება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მივირთვათ ყველაფერი, მაგრამ აქ აქვს მნიშვნელობა რაოდენობას და თანაფარდობას ამ საკვები პროდუქტის. აი მაგალითად, ცილები უნდა იყოს ბევრი, ბოსტნეული კიდევ უფრო მეტი, ნახშირწყლები უნდა იყოს ნაკლები და ტკბილეული და საერთოდ შაქრის შემცველი ნებისმიერი პროდუქტი თუ საერთოდ არ იქნება ძალიან კარგი, მაგრამ თუ ტკბილის გარეშე არ შეგვიძლია, როგორც მე მაგალითად, შეგვიძლია მივირთვათ მცირე რაოდენობით. და რა არის ეს მცირე, ეს კიდევ სხვა საკითხია და ამაზე კიდევ ცალკე ვისაუბრებ. ძილის რეჟიმის მოწესრიგება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით 40 წლის ზემოთ და ეს ნიშნავს იმას, რომ მარტივად რომ ვთქვათ, დაიძინე დღეს და გაიღვიძე ხვალ. უნდა ვისწავლოთ სტრესის მართვა და ამაში ჩვენ დაგვეხმარება სხვადასხვა აქტივობები. იქნება ეს სუნთქვითი ვარჯიშები, იოგა და ყველაფერი ის, რაც ჩვენ დაგვაყენებს პოზიტიურ განწყობაზე. რეგულარული სამედიცინო სკრინინგი და ექიმთან ვიზიტი წელიწადში ერთხელ და არ აქვს მნიშვნელობა, გვაწუხებს თუ არა რამე.